თბილისის საქალაქო სასამართლოში პირადი ცხოვრების შესახებ ფარული ჩანაწერების საქმეზე დახურული სასამართლო პროცესი გრძელდება. პროკურორ ლაშა კოტრიკაძის თქმით, რამდენიმე ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკება უშედეგო დასრულდა. ბრალდებულთა ადვოკატები კი ამბობენ, რომ სამ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება კვლავ დღის წესრიგში დგას. ბრალდებულ ჯამალაშვილის ადვოკატმა პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთე ღონისძიების შეცვლა და 3,000 ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაკავებული 5 პირიდან ბრალს 3 აღიარებს, 2 კი არა. აღკვეთის შესვლასთან დაკავშირებით დავაყენე შუამდგომლობა, მაგრამ სასამართლომ ჩათვალა, რომ შეცვლილი გარემოება არ არის ამ ეტაპზე და შესაბამისად გამოიტანა განჩინება და დატოვა ძალაში პატიმრობა. ორი პირია, რომელიც უარს აცხადებს საპროცესო შეთანხმების დადებაზე. ეს არის ჯამალაშვილი და ფხალაძე. ვინაიდან ეს ორი პირი აცხადებს უარს, აქედან გამომდინარე საპროცესო შეთანხმება ბრალდებულისათვის არის ყველაზე მოქნილი, ყველაზე მოხერხებული მეთოდი, რათა დაუდასტურდეს ამ ორ პირს ბრალეულობა. საპროცესო შეთანხმება როცა ფორმდება, ფორმდება გარკვეულ სასჯელზე და გარკვეული პირობებით, ხო? ამას სჭირდება ორივე მხარის თანხმობა. თუ აღნიშნული შეთანხმება ვერ შედგება, ცხადია, ვერც საპროცესო შეთანხმება ვერ გაფორმდება. თანხმობაზე არ არის საუბარი, მე ვამბობ გარკვეულ პირობებზე არის საუბარი. სასჯელთან დაკავშირებით პატიმრობას ითხოვს, ანუ პირობა არის. ანუ კონკრეტულ პირობას რაზე იყო მოლაპარაკება და რაზე ვთანხმდებოდით, ამას ვერ გეტყვით, არ შეიძლება ამის თქმა, თუმცა ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება მიღწეული არ არის და არც გადაწყვეტილება არის საბოლოო მეთოდით.